სტუდიაში ვიწყებთ საუბარს ჭავჭავაძის ფონდის დირექტორთან ნინო კალანდაძესთან. ნინო, სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია. დანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 9 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე უკრაინისათვის. ეს იმიტომ აღნიშნე, რომ ევროპელები სერიოზულად არიან განწყობილები. მანამდე მერცის განცხადებები მოვისმინეთ, მანამდე კიდევ კიევში ეს საერთოდ ისტორიული ხასიათის იყო, მე ვფიქრობ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ტრამპი, მართალია სატელეფონო კავშირით, მაგრამ აი ის გარკვეული, დავარქვით ამას ულტიმატუმს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოლოდინს, რომელიც გაუგზავნეს, წაუყენეს პუტინს ტრამპისავე მოთხოვნის შესრულების კვალობაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდება, ფაქტობრივად ჩაშლილია. იმიტომ რომ თავად ამ ტიპის სტამბოლის მოლაპარაკებებზე დათანხმებაც კი, რომელზეც არ თქვა უარი ზელენსკიმ, უკავშირდებოდა არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მოლაპარაკებების დაწყებას ცეცხლის შეუწყვეტლად. ხოლო მოლაპარაკებებში რაც იგულისხმება, ეს სრულიად ნათლად გამოჩნდა, როცა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედინსკიმ, რომელიც შემთხვევით არც იყო შერჩეული დელეგაციის ხელმძღვანელად, თქვა, რომ ეს იმ ძველი სტამბოლის მოლაპარაკებების გაგრძელებაა სწორედაცო, რომელიც ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციის შინაარსის მატარებელი იყო. ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ დამოკიდებულია ტრამპის გადაწყვეტილებებს. რა მოლოდინები გაქვთ ხვალინდელ სატელეფონო ზარების შედეგებთან დაკავშირებით? საღამშვიდობის გიორგი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. კი, უდავოდ ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალთა ბალანსი პერიოდულად მერყეობს და აშკარაა, რომ ევროპის კავშირის და ევროპელი მოთამაშეების, ეგრეთ წოდებული ევროპული კოალიციის მხარეს სრულიად ჩამოყალიბებული პოზიციები არსებობს და მათ შორის პოზიციები უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით, მათ შორის უკრაინის ნატოს წევრობასთან მიმართებით, იმისგან დამოუკიდებლად, რა როლს ითამაშებს ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ახლებურად განსაზღვრული როლის გათვალისწინებით ევროპას ძალიან კაფიო პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომ მათი ხედვები არ შეიცვლება, უფრო მეტიც ისინი მზად არიან ამ გეოპოლიტიკურ თამაში ის ფუნქცია თუ როლი აიღონ თავის თავზე, რომელმაც შესაძლოა ამ ეტაპზე ამერიკის სავალდებულო თანამონაწილეობა არ განიხილოს. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს, ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რაღაც ეტაპამდე მაინც გარღვევა ჰქონდეს და ჩვენ რაღაც ეტაპიდან დავიწყოთ საუბარი გრძელვადი ამ მშვიდობაზე, გამსაზღვრელია საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და კონკრეტულად დონალდ ტრამპის პოზიცია. ამიტომაც არის, რომ ყველა ძალიან დიდი მოლოდინით უყურებს, რა ტიპის საუბარი შედგება ვლადიმერ პუტინთან და მოლოდინით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თქვენ სიუჟეტიც მოვისმინეთ, იკვეთება, რომ ვაშინგტონის ახალმა ადმინისტრაციამ საკმაოდ დიდი ფორა მისცა აქამდე ვლადიმერ პუტინს, მას ჟარგონულად რო ვთქვათ, ბევრი რამ გაუტარა, ბევრ რამეზე თვალი დახუჭა, ბევრი პირობის დარღვევის მიუხედავად კიდევ დამატებით არა მარტო რომ შემოვაშველებ ერთ-ერთ საინტერესო არგუმენტს გასულ კვირას ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა უკრაინაში ახლა უკვე ყოფილი ელჩის ბრიჯიტ ბრიქსის, ჩვენ მას კარგად ვიცნობ, რადგან საქართველოში ელჩის მოადგილე იყო, სტატია იყო, ეს არ იყო პატარა ინტერვიუ, სტატია, სადაც ის ხსნის ელჩობიდან მისი გადადგომის მიზეზებსა და არგუმენტებს და ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობს, მაგრამ მათ შორის იმას, რომ ის არ ეთანხმებოდა ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის შედეგიც აღმოჩნდა არა ის, რომ პუტინსა და აგრესორ მხარეზე აქტიური წნეხი განხორციელებული იყო, არამედ მსხვერ მხარეზე ხორციელდებოდა წნეხი და მას ამ პროცესში არ უნდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე თავად პუტინის ბულემიისა და გაუმაძღრობის გამო მაინც როგორც ჩანს იცვლება, იმიტომ რომ დღესვე გავრცელდა მარკო რუბიოს ინტერვიუ იყო ამერიკულ ყველაზე დიდ ток-შოუში, სადაც მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ მან აუხსნა რუსებს, ანუ ამერიკელებმა აუხსნეს რუსებს, მას ლავროვთან ჰქონდა საუბარი და ალბათ ამას გულისხმობდა, რომ დრო გადის, ამერიკელი პოლიტიკოსების მოთმინების ფიალაც ივსება, პრეზიდენტი ტრამპის მოთმინებაც იწურება, რადგან ის ელის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მშვიდობის დამყარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას რუსული მხარის მხრიდან და რომ რუბიო ამბობს, რომ ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებს კონგრესსა და სენატს, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოა
დამოუკიდებელი პოლიტიკი ცხადია საერთო პარტიული სტრატეგიით, რომელსაც უკვე მომზადებული და ინიცირებული და განხილული აქვს და კენჭისყრას ელოდება რუსეთთან მიმართებაში სანქციების ძალიან მკაცრი პაკეტი, რომელიც მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი გაიწელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მე ვფიქრობ, მოსკოვისთვის. უდაოდ, იმიტომ რომ სწორედ ამას ელოდება ახლა ყველა, როდის აივსება მოთმინების ფიალა ამერიკის მხარეს და როდის ამოიწურება დიალოგის რესურსი და როდის დაიწყებს დონალდ ტრამპი ზეწოლის ბერკეტების რეალურად ამუშავებას. ვინაიდან ჩვენ ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში შევალთ, ვიცით და ყოველდღიურად იკვეთება, რომ დისპოზიცია სრულიად განსხვავებულია ორივე მხარეს. ან მოლაპარაკებას როცა იწყებ, იქ გარკვეული კომპრომისის რესურსი უნდა არსებობდეს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არათუ ამის რესურსი არ არსებობს, არამედ როგორც ფაქტობრივად და ფაქტობრივში გულისხმობ იმას, რომ ვლადიმერ პუტინის ინტერესში არ შედის ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მან და სულ რამდენიმე დღის წინ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის არათუ პოზიციებს არ ცვლის, არამედ ძველი პოზიციებიდან ოპერირებს, რომიდანაც მან დაიწყო. ანუ კრიზისის საფუძვლები უნდა აღმოფხვრა. პოზიციების თამასა არის ისე მაღლა აწეული. უკრაინის დესუვერენიზაცია, რეჟიმ ჩეინჯი, ნატოზე სამუდამო უარი, დემილიტარიზაცია. ანუ პრაქტიკულად მოლაპარაკებებში რაც შეიძლება რომ დღის წესრიგში დადგეს პრაქტიკულად უკვე გამორიცხავს თავისთავად. ამას ემატება ასევე რიტორიკულად ძალიან მაღლა აწეული თამასა, რომელიც მათ შორის შიდა მოხმარების ბაზარზე პუტინმა თავიდანვე დააყენა. მან ვლადიმერ ზელენსკის და ამ მოქმედ ხელისუფლებას უწოდა ნაცისტური რეჟიმი, სადაც პრაქტიკულად გზა მოიჭრა საიმისოთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდეს და დაიწყოს კონკრეტულ მოდალობებზე საუბარი, იმიტომ რომ მაშინ მან უნდა აღიაროს, რომ ეს ომი, რომელიც მან წამოიწყო, რაღაც ტიპის გარკვეული ავანტურა იყო, რომელიც ვერ გაითვალა, რა შედეგებამდე მივიდოდა და ახლა სისუსტის აღიარებათ უნდა დაფიქსირდეს, თუ ის ნაცისტებად აღიარებულ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დასხდეს და მოლაპარაკების მაგიდასთან დიპლომატიური დიალოგი წარმართოს. ამიტომ ვლადიმერ პუტინის ინტერესში არ შედის არც ცეცხლის შეწყვეტა და არც მით უმეტეს მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვაშინგტონმა ახლა ევროპა ამას აკეთებს თავის რესურსების ფარგლებში, მაგრამ რეალური ბერკეტი ზეწოლის, რომ ვლადიმერ პუტინი მიუხედავად იმისა, მას რა მოტივაცია და ინტერესი აქვს, აიძულოს, რომ დაიყოლიოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე, არის რეალურად აამუშაოს ის ბერკეტები, რომელიც და აი მაგალითად საუბარია მისივე გუნდის წევრის ლინსი გრეამის მიერ მომზადებულ სანქციების, მეორად სანქციების პაკეტზე, რომელსაც მან უწოდა თუ არ ვცდები, ძვლებში დაამტვრევს რუსეთის ეკონომიკასო, ხო? თუ ძვლებში გადაუტეხავსო რუსეთის ეკონომიკასო, ანუ ეს ბერკეტი რეალურად არსებობს, რომელიც არსებობს, ნინო, ალბათ არის ერთ მნიშვნელოვანი ფაქტი, უბრალოდ ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით ტრამპი და ყურეში რა არის, ხო? ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა. შესაძლოა ერთ-ერთი დამატებითი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაზეც მართლა შეიძლება რეაგირებდეს ამ შემთხვევაში პუტინი, უკავშირდება თუნდაც იმ სამხედრო ეკონომიკის მკვებავ ნავთობის შემოსავლებს, რომლის პერსპექტივაც ახლაც ამ სიტუაციაშიც ნავთობის ამ ფასებშიც კი ძალიან პრობლემური არის რუსეთის ბიუჯეტისთვის და კიდევ უფრო მეტად პრობლემური გახდება თუ უკვე შეერთებული შტატების პოლიტიკური ნება საუდის არაბეთის თანხმობის პირობებში კიდევ უფრო დაბლა დაწევს ნავთობის ფასს. ხომ კი არ წელავდა, არამედ ხო არ ელოდა გარკვეულწილად ამ შეთანხმებების მიღწევა საუდის არაბეთში. თავად ტრამპი საიმისოთ, რომ რაიმე უფრო უხეში გადაწყვეტილებების მიღების გარეშეც განახორციელოს ეფექტური ზეწოლა უკვე პუტინზე. შესაძლოა, ჩვენ არ ვიცით მათ შორის რა დიალოგი წარიმართა და რეალურად რას ეფუძნება ის, რომ
მაინც ამ რეალური ბერკეტების გამოყენების თუ გაჟღერების პროცესი მაინც დროში გაიწელა ვაშინგტონის მხრიდან. შესაძლოა ეს გულისხმობდეს იმას, რომ რაღაც გარკვეული კონსენსუსი ჭირდება, მით უმეტეს რომ ამავე პაკეტში საუბარია იმაზე, რომ თუ არ ვცდები რაღაც 500%-იან ტარიფებზეა საუბარი იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთიდან ნავთობს მოიპოვებენ, ანუ ეს მართლაც რაღაც კაბალური პირობები შეიქმნება რუსეთის ეკონომიკისთვის. მაგრამ აქ არ ვართ ჯერ და უფრო მეტიც არა თუ აქ არ ვართ, არამედ სრულიად საგანგაშო რაღაც ახალი დისპოზიცია შემოვიდა პუტინის რიტორიკაში, როდესაც მან ისაუბრა იმაზე, რომ რაღაც დამატებითი წინაპირობების შექმნა იმისთვის, სადაც მან თქვა, რომ ყველა რუსულენოვანი უნდა გაერთიანდეს რაღაცა ერთ იმპერიულ ქოლგის ქვეშ და ენობრივ საკითხს მიაბა მათი ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი იდენტობა, რაც უკიდურესად სახიფათო პრეცედენტია და რაც მსოფლიოს ახსოვს მხოლოდ ნაცისტური გერმანიიდან, როდესაც მათ თქვეს, რომ ყველა გერმანულენოვანი ნაცისტური მესამე რაიხის ქვეშ უნდა იყოს გაერთიანებული. ანუ ეს არის ძალიან სახიფათო განაცხადი, სადაც როგორც ჩანს, ის სავაჭრო რიტორიკას კიდევ უფრო წევს, კიდევ უფრო ამწვავებს, რომლითაც ის აი ამ საუბრისთვის ემზადება, რომელიც ხვალ უნდა შედგეს და იმედია შედგება, იმიტომ რომ აქაც უნდა ვთქვათ, რომ პუტინი ამ მოლაპარაკებებში აი ამ რუსეთისთვის დამახასიათებელ ცოტა ძველბიჭურ ფორმებს იყენებს, ხო? აი ჩვენ ნახეთ პირველი საუბარი, როცა უნდა ყოფილიყო პუტინსა და ტრამპს შორის, როცა მან რაღაცნაირად დამცინავად გვაჩვენა თითქოს რაღაც შეხვედრაზე იყო, სადაც მან ტრამპს ალოდინა, როდის შედგებოდა საუბარი და მე ამაზე თვითონვე იცინა, რომ ეხა გადაცდა ძრო, ანუ აი დემონსტრირებულად აჩვენებს მსოფლიოს, რომ ის ამ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და მას არ აინტერესებს ეს მოლაპარაკება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მაინც მგონია, რომ ტრამპი ამას თავისი ეგოს მასშტაბის გათვალისწინებით აღარც გაუტარებს, თუმცა სხვა საფრთხეები არის იქ, მაგრამ ის რომ ევროპა ახლა უკვე ასე აქტიურ მოთამაშედ არის შემოსული წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, სხვა შორის ტრამპისავე დამსახურებით, თუნდაც ის რო აღნიშნოდა მაყურებელს უთხრათ, რომ მარტო ის 4 ქვეყანა, რომელიც იყო ჩასული კიევში, მათი ერთობლივი სამხედრო ხარჯები დღემდე არსებული, მომატებული კი არ, რომელსაც აპირებენ აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. ასე რომ აქ საერთოდ აქ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტებზე კი არა ლაპარაკი, ან ამათ მომატებულზე, არა, ამ მომენტისთვის არსებულზე. ასე რომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტრამპის პოზიციონირება შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, რომელიც თუნდაც ამ ტიპის მოლაპარაკებებში წინასგან განსხვავებით იმედი მაქვს, რომ განსხვავება შეიტან შედეგებშიც. და ნინო, ჩვენი საუბრის ბოლოს ახსენეთ რუსულენოვანიო, მაგრამ აი ეს რუსკი მირის კონცეფცია, რომელზეც დგას მთელი ეს რევიზიონისტული პოლიტიკა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურად სამწუხაროდ მათ წარმოდგენაში მოიცავს საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართულ ენაზე, უძველეს ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არიან ქართველები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სამშობლოს გადარჩენისა და არსებობის პერსპექტივა მხოლოდ ამ რუსულ წიაღში, რუსკი მირის წიაღში არის შესაძლებელი. ხო, ეს უკეთეს შემთხვევაში ვინც რაღაც იდეოლოგიურად შეიძლება ფიქრობდეს, დანარჩენის მერკანტილურ არგუმენტებზე ლაპარაკიც კი არ მინდა. რა გავლენას ახდენს აი ამ ტიპის ჯერჯერობით გაურკვევლობა და სტრატეგიული ბუნდოვანება დიდ მასშტაბში საქართველოში ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების გარკვევის პერსპექტივაზე? მთელი ეს გეოპოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც გამწვავების ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ფართომასშტაბიანი აგრესიით, პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან, საქართველოს როგორც სახელმწიფოს ბედთან მომავალში და იმასთან თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. მიმდინარეობს საქართველოში, უშუალოდ საქართველოს სამეზობლოში და შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის რა პირობები და მმართველობის რა სტილი დამყარდება საბოლოო ჯამში დედაქალაქში, იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, პირდაპირ კავშირშია აი ამ დღევანდელი მოსკოვის
რევიზიონისტულ პოლიტიკასთან და მათ შორის იმასთან, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები სწორედ რომ ამ ახლებურ რუსულ სივრცეში უნდა მოიაზრებოდეს და როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ევროპის საზღვრების ახლებური დეფინირება მოხდება, იქ მოსკოვის ამოცანაა, რომ ქვეყნები, რომელთა ჩამონათვალში შედის პირველ რიგში საქართველო, სწორედ აი ამ ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს აღმოჩნდეს და არა დასავლეთის მხარეს აღმოჩნდეს. ეს ბრძოლა მიდის დღეს საქართველოში, ეს ბრძოლა დაიწყო რუსული კანონის ინიციირებით, ეს ბრძოლა მიმდინარეობს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი დღეს მოსკოვს უტარებს, რომ ცდილობს ფაქტები წინასწარვე შეიქმნას იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ომი, რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებები წარიმართება უკვე ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ საქართველოს საერთოდ აღარ იყოს იმ დღის წესრიგში, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს საქართველოს დასავლურ მხარეს მოქცევაში. ანუ საქართველო პრინციპულად მოიაზრება და მოსკოვი ამას დღეს ასე უყურებს, საქართველო არის ის ტერიტორია, მათ შორის პირველ რიგში გეოსტრატეგიული ამოცანები, მოსკოვის გეოსტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რომ მოსკოვის ამოცანაა სრულად და უპირობოდ აკონტროლებდეს დერეფანს, სრულად და უპირობოდ აკონტროლებდეს თბილისს, იმისთვის რომ მან კონტროლი შეინარჩუნოს დერეფანზე, კონტროლი შეინარჩუნოს სომხეთზე და საერთოდ ეს შავი ზღვის რეგიონი არსებითად შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის ქვეშ. ამიტომ რაც აქვე ვახსენოთ, რომ არ ჩვენი უშუალო მეზობლების აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ინტერესებში არ შედის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ იქ აზერბაიჯანის პირველი პირის იქნება თუ რაღაც გარკვეული განწყობების თვალსაზრისით, ჩვენ შეიძლება პარასასიამოვნო განცხადებები ისმოდეს სისტემასთან დასავლეთთან ურთიერთობაში, მაგრამ გეოპოლიტიკური ინტერესები აშკარად ნამდვილად არ ემთხვევა ამ შემთხვევაში პუტინისა და რუსეთის ხედვას სამხრეთ კავკასიაში. მათი გავლენების ზომასთან დაკავშირებით. არა თუ არ ემთხვევა, არამედ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება, თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა და ძალთა ბალანსის დივერსიფიცირება მოახდინა, ასე რომ ის პრინციპულად რუსულ გავლენას გამოეთიშა და სომხეთი ახლა სულ უფრო იყურება დასავლეთისკენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პუტინისთვის, რომ თბილისზე შეინარჩუნოს კონტროლი. ამიტომ ებღაუჭება ის ივანიშვილის რეჟიმს და თბილის ასე მონდომებით, რადგან საკვანძოა საქართველოს შენარჩუნება მისი სამომავლო გავლენებისთვის რეგიონში. დიდონ ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, დაგემშვიდობები და ზუსტად ამ თემაზე მაყურებელთანაც და თქვენს შემოგთავაზებთ ჩემს ვერსიას, რატო გააგზავნა, რატო გაასაჯაროვა და წერილი ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ ტრამპთან მიმართებაში სათაური ესეთია ჩიხის საჯაროობა.